უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი რეფორმას დადებითად აფასებს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ცვლილება სტუდენტებს უკეთესი აკადემიური შედეგებისკენ წაახალისებს, ხოლო უმაღლესი განათლება სწავლის მსურველებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. მისივე შეფასებით, მსგავსი მოდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე წარმატებით მუშაობს. ორი რაღაცა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, რომ ძალიან ბევრი ოჯახისთვის ეს არის ძალიან შეღავათიანი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრისთვის საკმაოდ მძიმე თვირთი იყო თუნდაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდა. და მეორე მხრივ წახალისება არის სტუდენტის კარგი სწავლისკენ. ანუ ისწავლე კარგად, მიიღებ შემდგომ სემესტრშიც, შემდგომ ეტაპზეც მიიღებ დაფინანსება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და არ მგონია, რომ ამაზე ვინმე თქვას, რომ უსამართლო არის. ეს არის მთელ მსოფლიოში აბსოლუტურად ყველგან, სადაც თუ მიიღებ დაფინანსებას, ეს არ ნიშნავს, რომ გაფინანსებენ თავიდან ბოლომდე მთელი სწავლის პერიოდი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე სტატისტიკას გადავხედოთ, გაზრდილი არის პროგრამებზე მოთხოვნა და უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ, ასე ვთქვათ, მიმართულებებით არის მაღალი კონკურსი. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სქემა ყველა სტუდენტს აყენებს თანაბარ პირობებში. ყველა სტუდენტს აქვს თანაბარი სასტარტო შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ პირველი წელი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ხოლო დამატებითი სემესტრი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ჩართული სტუდენტი სასწავლო პროცესში.